2020 წლის შემდეგ 23,000-მდე მოსწავლემ საქართველოში სწავლა შეწყვიტა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. Ამ სტატისტიკამ გამახსენა ამბავი, რომელიც ნიდერლანდებში დაბრუნების დროს გადამხდა. 27 იანვარი რეისი თბილისი-ამსტერდამი ნიდერლანდებში ბრუნდებოდი. თვითმფრინავში ჩემს სკამს პატარა ბიჭუნა მოუახლოვდა და გასაფერადებელი ფანქარი მთხოვა. გავუწოდე და ვკითხე. რა გქვია? ვაჩე, მიპასუხა მან. რამდენი წლის ხარ, ვაჩე? 7-ის. ალბათ სტუმრად მიდიხარ ამსტერდამში. არა, იქ ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ და მთელი ოჯახი იქ უნდა დავრჩეთ, სამუდამოდ საცხოვრებლად. და მისი გაყინული, სევდიანი და ცრემლიანი თვალები არასოდეს არ დამავიწყდება. ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა. მოსწავლეები ტოვებენ ქვეყანას და მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. თუ ეკონომიკა და მასთან ერთად ცხოვრებაც ყვავის, ოჯახებისათვის რატომ ხდება საჭირო საზღვარგარეთ გაქცევა ნორმალური ცხოვრებისათვის? თქვენ კი ადამიანებო, სანამ პროპაგანდისტებს დაუჯერებთ, უბრალოდ მიმოიხედეთ გარშემო და თვითონ დაინახავთ თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები და თავად იპოვეთ პასუხებს.